ჰაგიოგრაფია, სასულიერო მწერლობა ჩვენთვის არის ამავე დროს მხატვრული ლიტერატურა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში იმდენი რომანული ეპიზოდები გვხდება, მიწირი ცხოვრების ამ აშოტ კურაპალატის ეპიზოდი, სიძვის დიასთან ადარნერსესი, ზენონის დის ეპიზოდი და ასე შემდეგ და ეს არის მთლიანობა ქართული ლიტერატურისა და ვიცი ძალიან ბევრი კამათობს, უნდა ვასწავლოთ თუ არა, უნდა ვასწავლოთ აუცილებლად, იმიტომ ეს ძარღვიანი ქართული სწორედ აი იქიდან მოდის და ეს მთლიანობა არ უნდა დაირღვეს, თუმცა ნამდვილად ამის უარყოფა არ შეიძლება, რომ პრობლემები არის სწავლებისას, იმიტომ მოგეხსენებათ ახლა კლასში ყველა ერთნაირი შესაძლებლობის მოსწავლე არ არის და ჩვენ ეს ტექსტები, ამ ტექსტების სწავლება უნდა მოვარგოთ მოსწავლის საჭიროებებს, როგორი მოსწავლე გვყავს კლასში და არის ადაპტირება, შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ბოლომდე ამ ადაპტირებას ტექსტებისას, მაგრამ როცა ამის საჭიროება, ალბათ ამასაც უნდა ვიყენებდეთ ხოლმე პედაგოგები. ბევრი რამ შეიძლება აი პროექტების, ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია, მაგალითად რომანის მომხრევად ძალიან. ხო, მოსწავლეებისთვის, ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლა, ტაძრები და არაჩვეულებრივ რესურსებს ქმნიან თვითონ მოსწავლეები, მოსწავლეები უნდა ჩავრთოთ ამ შემოქმედებით პროცესში, განსაკუთრებით და შეიძლება რაღაცნაირად მოსაწყენი, მოსაბეზრებელი არის. რთული აღმოჩნდეს. ხო, რთული შეიძლება იყოს სირთულე, მაგრამ ამ სირთულეებით მივდივართ ხოლმე ჭეშმარიტებამდე, იმიტომ რომ ყველაფერი მარტივი ვერ იქნება და არც საინტერესო იქნება მაშინ.